დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, იწმინდება ცენტრალური და სოფლამდე მისასვლელი გზები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. იმ ადგილებში, რომლებიც ამ დრომდე მიუდგომელია, მაშველები ფეხით გადაადგილდებიან, რათა მოქალაქეებთან კონტაქტზე გასვლა შეძლონ. ისევ რთულია ვითარება გურიაში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. დიდთოვლობის გამო მოსახლეობას არ მიეწოდებოდა გაზი და ელექტროენერგია, თუმცა ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის კომუნალური სერვისების გარშე 2000-მდე აბონენტი რჩება. რა ხდება დასავლეთ საქართველოში და როგორ მიმდინარეობს დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნათია ქენქაძეს ჩავრთავთ გურიიდან პირდაპირ ეთერში, რომელმაც ოპერატორ დავით სირეგიძესთან ერთად განსაკუთრებით რთულ ტერიტორიაზე მოახერხა შესვლა. ნათია, გისმენთ პირდაპირ ეთერში. ეხმარიამ ჩვენ დღეს ვიმყოფებოდეთ სურების თემში, ჩოხატაურის რაიონის მაღალი ზონის სოფელში, რომელიც განსაკუთრებულ რთულ მონაკვეთად ითვლებოდა სტიქიის დროს და ახლაც იქ გადაადგილება მხოლოდ სპეცტექნიკით და განსაკუთრებით მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. ჩვენ ოფროუდ კლუბ ჯორჯიას წარმომადგენლების დახმარებით შევძელით იქ ასვლა, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან რეგიონში მოხალისეებად და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ეხმარებიან მოსახლეობას იმ ტერიტორიებზე, სადაც განსაკუთრებულად ძნელია მისვლა. ისინი დღეს რეანიმობილის აყვანას ცდილობდნენ სოფელ სურებში, იმიტომ რომ იქ ერთ ადამიანს დასჭირდა სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანა. ამ ძალიან რთულ 17 კილომეტრიან მონაკვეთზე საბოლოოდ რეანიმობილმაც ვეღარ შეძლო მისვლა და საჭირო გახდა ვერტფრენის გამოძახება, სადაც უკვე სწორედ ამ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით და ნაწილობრივ ხელით მიიყვანეს პაციენტი და საბედნიეროდ ახლა ის უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. თავად სოფელში მდგომარეობა ახლა არის სტაბილური, მხოლოდ გზის პრობლემა რჩება ძირითადად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკან მომავალ გზაზე ჩვენ უკვე შევხვდა მაღალი შესაძლებლობების ტექნიკა, რომელიც წმენდა გზას და სავარაუდოდ ხვალდღის ბოლომდე უკვე სურებში ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის გადაადგილება უნდა იყოს შესაძლებელი. მთლიანად გურიის მასშტაბით გაიზარდა იმ დასახლებების რაოდენობა, რომლებამდეც უკვე მივიდა საავტომობილო გზა, საუბარი არის ძირითადად ცენტრალურ გზებზე, სოფლის ცენტრამდე და ასევე ელექტროენერგიის აღდგენის პროცესში არის პროგრესი. ამ დროისთვის დაახლოებით 700 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მაშინ როდესაც კვირის დასაწყისში 35,000 აჭარბებდა ეს რიცხვი. რა ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში გურიაში და იმ რეგიონებში, სადაც სტიქიის შედეგებს უმკლავდებიან, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს რეპორტაჟში. ეს სურების თემისკენ მიმავალი გზა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფელი, გარე სამყაროს კვირაზე მეტი ამოწყვეტილია. ახლაც აქ გადაადგილება მხოლოდ სპეცტექნიკით და განსაკუთრებით მაღალი გამავლობის მანქანებით არის შესაძლებელი. მოამბის ჯგუფმა იზოლირებულ სოფელში შესვლა ოფროუდ კლუბ ჯორჯიას დახმარებით მოახერხა. დღეს სოფელში მედიკოსების ასვლის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ შუახნის მამაკაცი შინაგანის სისხლდენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა. 17 კილომეტრიანი ურთულესი მონაკვეთის გავლას 2 საათზე მეტი დასჭირდა. სოფელში გამოგზავნეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ადგილამდე, სადაც ვერტმფრენის დასმა მოხერხდა, ძიმე პაციენტი ისევ მაღალი გამავლობის მანქანით და ხელით მიიყვანეს. შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ავანტყოფი დღეს გახდა ცუდად და მოაქცია ყურადღება ყველანაირად და გადაყავენ დღეს. ზოგადად სოფელში როგორი მდგომარეობა? სოფელში რა ვიცი, ხივალ ყველაფერი კარგად გენი გაგვიდგინენ და საიარება ტრაქტორი და გვითოლავსნენ ნელა და ყველა ოჯახთან მივიდნენ. ხომხედავთ რა მაშინებია, ვერტალიოდი მოვიდა, ყველაფერი არის. მადლობა ხელმძღვანელობას, 2 დღე არის გოთენ. დაჟე რაიონშიც არისო ჩვენთან კი არა. და გააკეთეს იყოს, გააკეთეს. სტიქიამ ყველაზე მეტად სწორედ გურიის რეგიონი დააზარალა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის. მუნიციპალიტეტში მთავარი საავტომობილო გზების დიდი ნაწილი თოვლისგან გაწმენდილია. აგრეთვე ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა გზების თოვლის საფარისგან წმენდა. რაც შეეხება კომუნალურ სერვისებს, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა და აბონენტების ჩართვა ეტაპობრივად ხორციელდება, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია. ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გრძელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. სახლები ახლა ყველა ხوار ვიცით ჩვენ, მაგრამ ისე უკეთესობა რა თუნდა, მაგრამ უკვე იმედია ყველა. უკვე დავდივართ, მოძრაობ. თავრიეგა. დღეისათვის სოფლის ცენტრამდე ის კარგად არის გასუფთავებული, ისე რომ შავი საფარი ჩანს. იმის ზემოთ რამდენიმე ტრაქტორმა გაიარა და მაღალი ისეთი გამავლობის მანქანები დადიან.
უბნებშიც თითქმის ყველა უბანში შესულია ასევე ტრაქტორი და ეს ფეხით სიარული შესაძლებელია. წმიდავენ გზებს და ყველას ეხმარებიან ხალხს და რა ვიცი ნორმალური სიტუაცია ძალიან სწრაფად მოვიდა თოვლი საერთოდ. ძალიან სწრაფად მოვიდა თოვლი ერთ ღამეში დაახლოებით მეტრომდე 80 სანტიმეტრიდან მეტრომდე მოვიდა და ასე უცებ ახლა მთლიანად ყველაფერი გაწმინდონ რა ვიცი. ყველაფერს აკეთებენ რა ვიცი როგორც შეუძლიათ ის. ეს კი ლენტეხის რაიონის სოფელი ცანაა, რომელიც რაიონულ ცენტრს 55 კილომეტრით არის დაშორებული. ამ სოფელს ერთადერთი მოსახლე ჰყავს. დიდ თოვლობის გამო ლაშა ნიჟარაძესთან რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტზე გასვლა ვერ ხერხდებოდა. ამიტომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამაშველო ჯგუფების მიერ რაჭის დაცული ტერიტორიების სპეცტექნიკის გამოყენებით ძებნაშველის ოპერაცია დაიწყო. სამაშველო ჯგუფებმა 15 კილომეტრი 10 საათის განმავლობაში ფეხით იარეს და დანიშნულების ადგილზე მისულებს. სოფლის ერთადერთი მკვიდრი უვნებელი დახვდათ და ის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მეხანძრე მაშველებმა გაიარეს 14 კილომეტრი ფეხით, რომლის გავლასაც დაჭირდნენ დაახლოებით 10 საათი და მისულებს ადგილზე დახვდათ ძალიან კარგი სიტუაცია. აღნიშნული პიროვნება ჯანმრთელი და ცოცხალი და უნებელი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველწუთიერი ინფორმაციები გქონდა ოჯახის წევრებთან. ერთობლივი დახმარებით, მადლიერება მინდა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ, ყოველი ზარისთვის, ყოველი თანადგომისთვის, დახმარებისთვის, გამხნევებისთვის. დიდ თოვლობამ პრობლემები საქართველოს არაერთ რეგიონში შექმნა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერმა თოვლმა და სტიქიურმა მოვლენებმა განსაკუთრებით მძიმე ვითარება შექმნა მაღალმთიან სოფლებში. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ პირველივე დღიდან დაიწყო თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა რთული რელიეფის გამო პროცესი გართულდა, რის გამოც დამატებითი ტექნიკა ჩაერთო. ამ ეტაპზე პრობლემური ზონების უმეტესობა უკვე გაწმენდილია, გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად იმერეთის მხარემ 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო, რომელიც 6-ვე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა. მომიკითხენ ამბავი როგორ ვიყავი, რა მიჭირდა, შემეკითხენ თუ რამეს ვითხოვდი კიდევ წამალს ან რამეს და დიდი მადლობელი ვარ ასეთი ყურადღებისთვის. იმერეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მივიღეთ პირველადი მოხმარებისა და სურსათს ამოვაგე დაახლოებით 40 ტონაზე მეტი პროდუქტები. ახლა მიმდინარეობს ამ მიღებული პროდუქტების დახარისხება და დღესვე მოხდება მათი ყისიერი დაირიგება იმ მოსახლეობისათვის, ვისაც არის ეს განკუთვნილი, რაში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური და ასევე თავდაცვის სამინისტროს შეერაღებული ძალები. თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დასრულდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. შედეგად გამგეობის ინფორმაციით, გადაადგილება მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის ყველა სოფელში შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან ელექტროენერგია 68-ვე სოფელს სრულად მიეწოდება. დენის მიწოდება აღდგა ხულოს მუნიციპალიტეტშიც. რაც შეეხება გზებს, ხულოში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე, ძირითად მიმართულებებზე მოძრაობა აღდგენილია. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ძირითად მიმართულებებზე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოებით თოვლის საფარისგან. გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სოფლებში ძირითად მიმართულებებზე აღდგენილი იქნას საავტომობილო მოძრაობა, რათა ქალაქებმა შეძლონ გადაადგილება. თოვლის საფარი არის მაღალი, შუქი გვაქვს. წყალი ელექტროენერგია მოგეწოდება, წყალი გვაქვს. საფერხო გზა არის ახლა გზები ახლა ტრაქტორები წმინდავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ ქვეყნის მასშტაბით ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში -5 -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7 -12 გრადუსამდე, მაღალმთიან ზონაში კი -18 -23 გრადუსამდე დაეცემა.